ეთერშია ბიზნესი რუსთავიორზე, მე ჟურნალისტი სოფო ხანაშვილი გრიგავარ. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წმინდა მოგებამ 2026 წლის პირველ კვარტალში 51 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც წლიურად 76%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მისოების საკრედიტო პორტფელი ამჟამად 2 მილიარდ ლარს აღწევს, ეს 32%-ით მეტი, ანუ 501 მილიონი ლარით გაზრდილი მაჩვენებელია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. დაკრედიტების მატება ძირითადად სალომბარდე კრედიტების ზრდას უკავშირდება. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბაზარზე ამ დროისთვის 29 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს. დასაქმებულთა რაოდენობა კი 3700-ს აჭარბებს. 70 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია ქართულ ენერგოსექტორში ეკონომიკის სამინისტროში ხელშეკრულება ამერიკულ Aspect Energy LLC-სთან გაფორმდა. კომპანია ინვესტიციას ნავთობისა და გაზის კვლევა-მოპოვების სექტორში განახორციელებს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, Aspect Energy LLC იმ ინვესტორთა ჯგუფს შეუერთდა, რომლებიც აღმოსავლეთ საქართველოში კონკრეტულ სალიცენზიო ფართობზე ლიცენზიით გათვალისწინებულ სამუშაოებს ახორციელებენ. Aspect Georgia-ს გადაეცემა 3 კონტრაქტორი კომპანიის Georgia Oil and Gas Limited-ის, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა და GOG Slats Limited-ის ერთობლივი პროექტის წილი. საქართველოსა და კორეას შორის რეგულარული ავიამიმოსვლის დაწყება განიხილება ქართულმა დელეგაციამ კორეან ეარისა და T-Way Air-ის წარმომადგენლებთან ადგილობრივი ავიაბაზრის პოტენციალსა და ტურისტული ნაკადების ზრდის შესაძლებლობაზე იმსჯელეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კორეიდან საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდას მნიშვნელოვანი რესურსი აქვს. სტატისტიკის მიხედვით 2019-დან 2025 წლამდე პერიოდში საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის სულ 11 ჩარტერული რეისი შესრულდა. საქართველოსა და თურქეთს შორის მნიშვნელოვანი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები არსებობს, თუმცა დღეს ეს ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის და ქვეყნებს შორის თანამშრომლობა განიხილება ისეთ სტრატეგიულ მიმართულებებში, როგორიცაა შუადერეფანი, ინფრასტრუქტურა და რეგიონული ლოგისტიკა. ამ ფონზე ბათუმი მასპინძლობს ტურიზმისა და სასტუმრო ინდუსტრიის ერთ-ერთ დიდ და მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას EBIT 2026, რომელიც ბიზნესისთვის ახალი პარტნიორობების და ინოვაციების სივრცეს ქმნის. რამდენად შეიძლება ამ პროცესებმა და საერთაშორისო გამოფენებმა ხელი შეუწყოს ბიზნეს ურთიერთობას და რა პერსპექტივები არსებობს ამ მიმართულებით? ამ თემებზე ჩვენ სტუმართან ერთად ვისაუბრებთ. ჩვენი სტუმარია თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე. ის გვერდება აჭარაში მიმდინარე ღონისძიებიდან პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონო ოსმან და მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, მივასწრებთ თქვენ ტელემაგორებელს. ბატონო ოსმან, მაინც დავიწყოთ ბოლო ღონისძიებით, სანამ გადავალთ საქართველო-თურქეთის ურთიერთობებზე. რა ღონისძიება? მე ძალიან მოკლე მინიშნება გავაკეთე, მაგრამ სჯობს რომ თქვენგან მოვისმინოთ, რა პლატფორმაა ეს, რითი განსხვავდება, ვთქვათ, ადრე არსებული პლატფორმებისგან და რა შესაძლებლობებს, განსხვავებულ შესაძლებლობებს აძლევს ერთმანეთთან პარტნიორობით დაინტერესებული ბიზნესის წარმომადგენლებს. დიდი მადლობა, რომ ასეთ მოგეთ შესაძლებლობა პირდაპირ ეთერში რომ მართლა ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენა ტარდება რეგიონში, აჭარაში, EBIT ბეშუზმეს საერთაშორისო ტურიზმის გამოფენა არის. 100-ზე მეტი ტურისტული კომპანიები არის და 4 ქვეყანა მონაწილეობს. ამ გამოფენების მიზანი არის, რომ ერთ სივრცეში ტურისტული კომპანიები და ტუროპერატორები, სასტუმროები ერთმანეთს შეხვდებიან და დაილაპარაკებიან მომავალი რა პროექტები რომ გააკეთონ ერთმანეთში. და ამ გამოფენის ერთ-ერთი მიზანი არის, რომ უფრო მეტი შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ამ გამოფენაზე ჩვენ არა მარტო აჭარაში მოქმედ ტურისტული კომპანიები სასტუმროები არიან. შიდა ტურიზმის ფარგლებში არის კახეთიდან, სამცხე-ჯავახეთი, დემოები არის, თბილისი, ჩვენი ტურიზმის ადმინისტრაცია და ასე შემდეგ. და კიდევ ხვალ გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი B2B შეხვედრა. ტუროპერატორები და ტურიზმის სააგენტოები ერთმანეთს შეხვდებიან ერთ სივრცეში და დაილაპარაკებიან. ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენაა ჩვენ რეგიონში. დიახ, ბატონო ოსმან, მიზანი თქვენ აღნიშნეთ, რომ შიდა ტურიზმის განვითარება, მაგრამ არის თუ არა მოზიდვა რაღაც კონკრეტული ბაზრებიდან მიზნად დასახული და ეს სამიზნე ბაზრები რომელია?
რა თქმა უნდა საქართველოს თავრობა და თავრობამ ამაზე უკვე თქვა მე შემიძლია თქვა რომ ერთ-ერთი არის თურქეთის რესპუბლიკა რომელიც ბევრი ტურისტი შემოდის და არის კიდევ მიზნი ქვეყნები ევროპა არის ისრაელი არის არაბეთის ქვეყნები და იცით რომ მალე უკვე აღნიშნა ქალბატონ ობიაზემ ჩვენ გვაქვს მალე აიტიბი ჩაინა გამოფენა და გვინდა რომ კიდევ ტურისტები ჩამოვიდეს საქართველოში ჩვენთან. ბატონ ოსმან, ასევე ძალიან საინტერესოა თქვენი დაკვირვება რას აჩვენებს ესეთი ტიპის პლატფორმები, ესეთი ტიპის ურთიერთობები თქვენ აღნიშნეთ რომ ხვალ B2B შეხვედრაც იქნება, რამდენად რეალურ შედეგს იძლევა ხოლმე თანამშრომლობის. ანუ რამდენად ხელშესახებია ის შედეგი, რომელიც შემდეგ უკვე კონკრეტულ ბიზნეს ურთიერთობებში ითარგმნება. გამოფენები ერთია, მაგრამ თუ ამ გამოფენებზე ფესტივალებზე თუ არ არის B2B შეხვედრა, შედეგზე ვერ მივდივართ. ეს ბოლო 5 წელია და ეს არა მარტო საქართველოში, აჭარაში, თელ სოფლიოში B2B შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ეს პლატფორმა შევქენით და ვაკეთებთ B2B შეხვედრაზე ტურისტული კომპანიები, სასტუმროები და ტუროპერატორები ერთმანეთს ხდებიან ერთ სივრცეში და ერთი წლის განმავლობაში საუბრობენ რა შეიძლება რომ ან შემოიყვანონ ტურისტები, ან გაიყვანონ მის ქვეყნებში. აქ B2B შეხვედრა არა მარტო თურქეთის მოქალაქეები არიან, კომპანიები არიან, სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული არიან ტუროპერატორები, შეხვდებიან ჩვენ ქართული ტურისტსაგან და ტუროპერატორებს. ბატონ ოსმან, ასევე მინდა კითხოთ, რა არის მიმზიდველი თურქეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში ან ბიზნესისთვის? რა არის ყველაზე მიმზიდველი მათთვის ჩვენს ქვეყანაში? რა ინტერესებთ? თურქეთი საქართველო არა მარტო მეზობელი ქვეყანა არის, პირველი პარტნიორია თურქეთისთვის, საქართველო და თურქეთისთვის. აქედან გამომდინარე, თურქი ბიზნესმენები საქართველოში ძალიან კარგად მუშაობენ, თანამშრომლობენ, არის მხარდაჭერა ამის, რა თქმა უნდა, და უკვე ჩვენ როგორც დეიკის თურქეთის საქართველოს ბიზნეს საბჭოს წევრები, ჩვენ გვინდა რომ საქართველოში 5 მილიარდ დოლარამდე ექსპორტი გაკეთდეს, ამაზე უკვე მუშაობთ. შარშან იყო 3 მილიარდამდე ექსპორტი თურქეთთან საქართველოში და ახლა გვინდა რომ ამ წელს ეს ავიც 5 მილიარდზე. და რის ხარჯზე, ანუ რა უნდა გაიზარდოს, რომელი პროდუქცია საექსპორტო პროდუქცია? ეს პირველი პარტნიორია თურქეთის საქართველოსთვის, არის სამშენებლო სფეროში და არის კიდე ინვესტიციები და კიდევ სხვა სფეროში, მაგრამ აგრეთვე ჩვენ გვინდა რომ საქართველოსთან რა შეიძლება რომ თურქეთში ექსპორტი გაკეთდეს. ამაზეც მუშაობთ. შემიძლია რომ უკვე ზოგი ეს იმაზე მივახციეთ და ახლო მოვალში ეს იქნება ცნობილი, რომ ჩვენ 400 მილიონი გვაქვს ამ საქართველოს თურქეთში ექსპორტი, მაგრამ გვინდა რომ ეს უფრო გაიზარდოს. ამაზე მოლაპარაკება მინერალებს ჩვენი თურქეთის საელჩო ანკარაში და თბილისში თურქეთის ელჩი ამაზე მუშაობენ მაქსიმალურად რა შეიძლება რომ საქართველოს თურქეთში ექსპორტი გაკეთდეს. და აი რა არის თუ არა მონახაზი უკვე პროდუქციის, თუ სამუშაო პროცესში ხარ და ვერ იტყვით, ესეც რო გითხრათ და ასევე ვთქვათ ეს 400 მილიონი სადამდე უნდა გაიზარდოს. რა არის მიზანი, ვთქვათ, ამ წლის? იცით რომ თურქეთს საქართველოს შორის არის თავისუფალი ვაჭრობა. ამ თავისუფალი ვაჭრობის ფარგლებში ორი ქვეყანას არის ხელშეკრულება და გვინდა რომ რას თურქეთში არის წარმოებები ზოგიერთი, ახლა ვერ დავასახელებ რომ ბოლომდე მივედით, მაგრამ ჯობია რომ ეს ოფიციალურად შემდეგ თუ იყოს, ალბათ ეს გვინდა რომ 600-700 მილიონზე ავიდეს ჩვენი ექსპორტი საქართველოსთან თურქეთში. აგრეთვე შემიძლია ეს თქვა რომ თურქეთს საქართველოს შორის არის კუმულაცია. ეს რაზე არის ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ საქართველოში რომ არ არის ნედლეული, თურქეთიდან შემოდის საქართველოში ნედლეული, აქ იყინება, მე აქედან იგზავნება სხვა ქვეყნებში, მადინ, ჯორჯეთი კეთით. ეს შეიძლება თქვათ ტექსტილის სფეროში უკვე გვაქვს. ახლა გვინდა რომ ავეჯის სფეროში გვინდა და სამშენებლო სფეროში გვინდა. ანუ პატარა თქვათ ან ცირე კომპანიები შემოვიდეს ავეჯის კომპანიები საქართველოში და ქარხანა გახსნან, მე აქ ნახვარი ფაბრიკატის მე
აქ მადენ ჯორჯი ეტიკეტით მე გაიგზავნოს სხვა ქვეყნებში. განსაგები, ანუ ინვესტირება საწარმოების გასახსნელად მოხდეს საქართველოს ტერიტორიაზე და აქ საქართველოში წარმოებული პროდუქციის სახელით გავიდეს უკვე საერთაშორისო ბაზრებზე. ამაზე უკვე მუშაობ მაქსიმალურად და უკვე აწარმოა საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო თურქეთის საშტო ამაზე მუშაობს და გვინდა რომ უფრო მეტი ინვესტიცია რომ საქართველოს შემოვიდეს და უფრო მეტი ჩვენი ქართველი ხალხი დასაქმდეს გახსნილ ქარხნებში. ბატონო ოსმან, დაახლოებით აი რამოცულობის ინვესტიციებზე არის გათვლა პირველ ეტაპზე თუ გაქვთ ესეთი მონახაზი და ინფორმაცია? ზუსტი ციფრი შეიძლება ახლა ვერ თქვა, მაგრამ უფრო მეტი აქ ჩემი ინტერესებს უფრო მეტი რომ ადამიანი დასაქმდეს და მე ვფიქრობ რომ ყველაზე ნაკლები შეიძლება ვთქვათ 5,000 კიდევ ახალი სამუშაო ადგილები გამოჩნდება რომ ინვესტიცია გაკეთდება საქართველოში. სანამ დაგემშვიდობებით აუცილებლად მინდა მოვასწრო შუა დერეფანი ვახსენე მეც შესავალში. შუა დერეფნის როლის გაძლიერებაში რა როლი შეიძლება შეასრულოს და რა ფუნქცია შეიძლება გქონდეს საქართველოს-თურქეთის თანამშრომლობას. რა დატვირთვა შეიძლება იყოს და აქვე ამავე კონტექსტში კითხავთ, განიხილება საქართველოს-თურქეთს შორის ლოგისტიკური და სატრანსპორტო თანამშრომლობაც. რა ეტაპზეა ეხლა და ვთქვათ რა პერსპექტივა აქვს აი ამ თანამშრომლობის განვითარებას. ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა არის, მართლა ეს შუა კორიდორი ძალიან საინტერესო არის. ორ ქვეყანაში შორისით რომ საქართველოს არის ექსპორტის ტრანზიტი ქვეყანა უბრალოდ და ძალიან მნიშვნელოვანია შუა კორიდორის როლს ითამაშებს საქართველოს და თურქეთი ამასთან დაკავშირებით უკვე არის მოლაპარაკება, რომ ეს შუა კორიდორი უფრო ჩართული იყოს. იცით რომ არის ანაგლის პორტის თემა, რომ ეს ამუშავდეს 2011 წელს ალბათ დამთავრდება. 2031-ში, ხო? იგივე პორტი გაკეთდა რიზეში, გავსი პორტი და ერთმანეთს ეს დაკავშირებს, ერთ-ერთი შუა კორიდორი იქნება ეს. და მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტი შუა კორიდორი კავკასიაში უფრო მეტი ჭურთი გავა საქართველოსთან ექსპორტის ტრანზიტ გზით. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ოსმან, საინტერესო მიმოხილვისთვის, წარმატებებს გისურვებთ შუა დერეფანზე და ამ სატრანსპორტო თანამშრომლობაზე ჩვენ კიდე მოგვიწევს არაერთხელ საუბარი. ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმარი იყო თურქეთის საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე. ჩვენ კი განვაგრძობთ ეთერს სხვა თემით ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობაზე 2025 წელს ბიუჯეტიდან 400 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით შედეგად პაციენტებს ჯიბიდან გადახდები მნიშვნელოვნად შეუმცირდათ. მიხეილ სარჯველაძის თქმით, მან ეს განცხადება პარლამენტში გააკეთა 2025 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიური დაავადების მართვისთვის სერვისი 38627-მა ბენეფიციარმა მიიღო. სტატისტიკის მიხედვით გასულ წელს საზღვარგარეთ ონკოლოგიის მიმართულებით მკურნალობა 573 პაციენტს დაუფინანსდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ონკოპაციენტების მკურნალობისთვის ბიუჯეტი წლიდან წლამდე იზრდება. წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახური კლინიკებში DRG სისტემის დანერგვის შედეგებს შეისწავლის. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციის დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების დაფინანსების ახალ მოდელზე გადასვლის შემდეგ სამედიცინო სერვისის მიღებისას პაციენტის თანაგადახდები 27-დან 12%-მდე შემცირდა. ეტაპობრივად DRG სისტემაში გარკვეული ცვლილებები შევიდა, მაგალითად, კლინიკების ნაწილისთვის გაჩნდა VIP პალატების მოთხოვნაზე თანაგადახდისა და ექიმის შერჩევის შესაძლებლობა. რეფორმის მოდერნიზება გრძელდება და უახლოეს მომავალში DRG სისტემაში დანერგილი ტარიფების გადახედვაც იგეგმება. ფაბერი მომხმარებელს მალე აპლიკაციის ახალ ვერსია შესთავაზებს. გეგმის მიხედვით განახლებული API-ის ვერსია ბევრად კომფორტული და მომხმარებელზე მორგებული უნდა იყოს. სტარტაპის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ პლატფორმის მიმართ მოთხოვნა ბაზარზე სტაბილურად მზარდია. ფაბერი ციფრული პლატფორმაა სოციალური შოპინგისთვის, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ იყიდონ და გაყიდონ სამოსი. სტარტაპის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მოდის მდგრადი და ცირკულარული მომავლის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.
მუშაობთ აპლიკაციის ახალ ვერსიაზე, განახლებულ ვერსიაზე, რომელიც იქნება ბევრად უფრო სწრაფი და კომფორტული და მომხმარებელზე მორგებული. პროცესების ნაწილში ვაგრძელებთ ჩვეულებრივად ოპერირებას. ძალიან გვიხარია, რომ რაც უფრო დრო გადის, უფრო ახლო თემა ხდება მომხმარებლისთვის მდგრადი შოპინგი, ცირკულარული მოდა. ამ ნაწილში აღარ აქვს მხოლოდ თქვათ ფასის კომპონენტს გადამწყვეტი მნიშვნელობა, არამედ მომხმარებლებმა დაიწყეს გააზრებული შოპინგი და ძალიან გვიხარია, რომ Faberis ასე ვთქვათ, ხელშეწყობით მხოლოდ საქართველოში დაახლოებით 300 მილიონი ლიტრი წყლის დაზო გამოვახდინეთ და დაახლოებით 150,000 კარბონი შევამცირეთ, ასე ვთქვათ, რომელიც ძალიან საზიანოა ჯანმრთელობისთვის. Goldman Sachs-მა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე ნავთობის ფასის პროგნოზი გაზარდა. საინვესტიციო ბანკი ელოდება, რომ სპარსეთის ყურეში ნავთობის მოპოვების 14 მილიონი ბარელი შემცირების ფონზე წლის ბოლო კვარტლისთვის ბრენტის მარკის ნავთობის ფასი მანამდე ნავარაუდევი $80 ნაცვლად $90 მიაღწევს. ამერიკული ნავთობის ღირებულება კი 75-ის ნაცვლად $83 იქნება. საინვესტიციო ბანკი არ გამორიცხავს, რომ ნეგატიური სცენარის შემთხვევაში მოლოდინები კიდევ გადაიხედოს. ენერგეტიკული კრიზისი და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი ნავთობის ფასებს ზრდის, რაც ერთი მხრივ მომხმარებლებისთვის ხარჯებს აძვირებს, თუმცა მეორე მხრივ ენერგოგიგანტებისთვის მილიარდობით დოლარის შემოსავალს ქმნის. ვინ გამდიდრდა კონფლიქტის ხარჯზე და როგორია ბაზრის გიგანტური მოთამაშეების მოგება, ამას ვნახავთ სიუჟეტში. ენერგეტიკული კრიზისი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტს უკავშირდება მსოფლიო ეკონომიკას სერიოზულ გამოწვევებს უქმნის. თუმცა ამავე დროს ნავთობ კომპანიებისთვის ეს პერიოდი სუპერმოგებების ეპოქად იქცა. გლობალურ ენერგო ბაზარზე ფასების ზრდა და მიწოდების შეფერხების შიში მსხვილ ნავთობ კომპანიებს მილიარდობით დოლარის დამატებით შემოსავალს აძლევს. ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ბრიტანული ენერგოგიგანტი British Petroleum-ია, რომელმაც 2026 წლის პირველ კვარტალში 3 მილიარდ 200 მილიონი დოლარის მოგება მიიღო. ომის ხარჯზე მხოლოდ ერთი კომპანია არ გამდიდრებულა ენერგოკრიზისის ფონზე თითქმის ყველა გლობალური დიდი მოთამაშე მოგებაზეა გასული. ამერიკული კომპანია ExxonMobilis კვარტალური მოგება დაახლოებით 8-დან 10 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო შემოსავალი 80 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც ნაცვლად აჩვენებს იმას, რომ გეოპოლიტიკური დაძაბულობა მსგავსი კომპანიებისთვის სერიოზულ ფინანსურ სარგებელს ნიშნავს. ბაზარზე კიდევ ერთი გლობალური მოთამაშის, ბრიტანული Shell-ის შემთხვევაში მოგების სავარაუდო მაჩვენებელი დაახლოებით 7-დან 8 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც გაზისა და LNG ვაჭრობის ზრდით არის განპირობებული. ფინანსური სარგებელი გაიზარდა Chevron-ის შემთხვევაშიც და დაახლოებით 5-6 მილიარდ დოლარს აღწევს, ძირითადად ნავთობის მაღალი ფასებისა და ექსპორტის ხარჯზე. იგივე სურათია Total Energy-შიც. აქ მოგება გაზის ბაზარზე გაზრდილმა მოთხოვნამ გამოიწვია და 5 მილიარდ დოლარს უახლოვდება. ამის პარალელურად მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი უკვე $100 აჭარბებს ბარელზე, რაც ბოლო თვეებში დაახლოებით 30-დან 40%-იანი ზრდაა. ანალიტიკოსების შეფასებით, ენერგოკომპანიები სწორედ იმ ფაქტორით სარგებლობენ, რაც მომხმარებლისთვის პრობლემად იქცა: მაღალი ფასები, მიწოდების რისკები და ბაზარზე არასტაბილურობა. ენერგეტიკული კრიზისი კიდევ ერთხელ აჩვენებს პარადოქსს. მაშინ, როცა მსოფლიო ეკონომიკა ზეწოლას განიცდის, ენერგოგიგანტები რეკორდულ მოგებაზე გადიან. ამის ფონზე სულ უფრო ხშირად ისმის მოწოდებები დამატებითი გადასახადების დაწესებაზე იმ კომპანიებისთვის, რომლებიც კრიზისის პირობებში განსაკუთრებულად მდიდრდებიან. ახლა კი ვნახოთ როგორია ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი. ოფიციალური კურსით $1, 2 ლარი და 79 თეთრი ღირს, ევრო 3 ლარი და 15 თეთრი. ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა. ჩვენმა ეროვნულმა ვალუტამ პოზიციები გაიმყარა რუსულ რუბლთან, ლირასთან კი გაცვლითი კურსი გამყარდა. ერთი თურქული ლირა ისევ 6 თეთრად ივაჭრება, 100 რუბლის ფასი კი 3 ლარი და 59 თეთრია. ერთი აზერბაიჯანული მანათი 1 ლარი და 58 თეთრი ღირს, 1000 სომხური დრამი 7 ლარი და 26 თეთრი. ლარი დრამთან გაუფასურდა, მანათთან კი გამყარდა. ბიზნესი რუსთავიორზე ამით დასრულებულია. მადლობა რომ გვიყურებთ, შევხვდებით ხვალ თქვენ კი დარჩით რუსთავიორზე.